არ ვიცი ვიფიქრე ვერ მოხვიდედი. და ეს რას ვთხოვე დახმარება? დიახ, სწორედ ასე იყო. კარგი, რადგან საქმრომ მოვიდა მეწავალ. კარგი? არა, ეს რას ამბობ? ოზანი ამბობს, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მინდა. რჩევა მჭირდება. ნიმუშები მოაქვთ, ქალბატონო ჩაღლა. ბატონო ოზან, შეგიძლიათ გასინჯოთ. სუდეის ტორტი არ არის, რომელიც მინდოდა. ქალბატონო ჩაღლა. ახლა სეზონი არ არის და კენკრა ვერ ვიშოვეთ. ამიტომაც მოგვიწია სხვა ნიმუშები დაგვემზადებინა. რას ამბობს სუდე? სოფლის ნებისმიერი წერტილიდან ჩამოიტანეთ, სადაც სეზონია. მე ერთხელ ვთხოვდები და ჩემი ტორტი მინდა. რა თქმა უნდა, ქალბატონო ჩაღლა, ისე იქნება როგორც გსურთ. შეგერგოს და ოსანიე. მადლობა. ოზან, რა დავაშავეთ? საქორწილო ტორტი გადაგჭა. არა, ეს რა ვიუჯეტს ვცდებით. არ ინერვიულა, დამელოდე, რამეს მოვიფიქრებ. ნახოთ ერთი რა გამოგვივა. ოზან, არ გამოდის ხომ ხედავ? აი ასე ჯობს, მორჩა. რა არის ეს რა? ცოლად აღარ მომყვები? არა, მომყვები. ქორწილი არ მინდა. უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და მორჩა. მერე კაფეში მოვიდეთ. თელმა ოჯახმა ვივახშმოთ. ასე არ შეიძლება? კარგი, გადაწყვეტილია. არა, ეს რა? და ტორტი? ქორწილი ტორტის გარეშე ვის გაუგია? კარგი, დედა გამოაცხობს. ხო, მაგრამ თუ ცოლს ქორწილი არ გადაუხადე, როგორი კაცი ვიქნები? ოზან, ხელმოწერად საკმარისია, მართლა. მერე რა მოხდა? ქორწილი რა საჭიროა, უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და მორჩა. ვალი რომ ავიღო, მერე გადავიხდი. არა, ოზან, ვალი არ ახსენო. ხალხის გასართობად ვალს არ ავიღებ. საქორწილო კაბასაც ვიქირავებ და მორჩა, მზად არის. რა გავაკეთე ისეთი, რომ შენ დაგემსახურე? მოდი დამეხმარე. პური წაიღე. კარგი. როგორც თქვი, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. კარგი, არ იდერდოთ, ქალბატონო ჩაღლა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ძალიან კარგი, არ მჭირდება. მე იდეალური მინდა. აი, საქორწილო ტორტიც. მაგარია. თავისი შვილის საყვარელი ტორტი გააკეთა, ნახე როგორი სიდედრი ყავს. შენ შოკოლადის გიყვარს. რა ვქნა? დაიკიდე რა, არ ინერვიულა. შულ ამაზე არ იდარდა. ესეც მეორე ტორტი. აი, ხედავ? რა ოზუმროთ? კარგი რა, ეს რა ტორტია? კრემში კაკაო გაურია და შოკოლადა დასახებს. იქნებ გავჩუმდეთ და ვჭამოთ. თუ არ მოგწონს, სხვა გამოაწყვედაო. მაგრამ ოღონდ შენი გაკეთებული გემრიელი მენემენი მაინც ვჭამო. სხვა არაფერი მინდა. ნეტაყელში გაგეჭხიროს, ყველა მიცის რომ საშინელი ხელი გაქვს. იალჩინ, ბუდიდან გაგვიფრინდა. ბრავო, გილოცავთ. გილოცავთ. გული ამეჩოხდა მამა. არ მომწონს ეს ყველაფერი. გიყოფა ზუმროთ. კარგი, საკმარისია, ქორწილია, ნუ ჩხუბობთ. გეყოფა ზუმროთ, გაჩუმდი. ადექით. გაჩუმდი. შენი სიტყვები არ დამავიწყდება. ხალხო, მინდა იცეკვეთ, ქორწილია. მოდი მძახალო, მოდი ვიცეკვოთ. მოდი ადექი. ადექი ვიცეკვოთ. დღეს გლოვის დღე მაქვს. გეყოფა, წამოდი. არა, რატომ დავიცეკვო, გლოვის დღეა. შენმა შვილმა ცოლი მოიყვანა, ასე რომ წამოდი. ჯადო გაუკეთა, ჯადო. ნამდვილად რაღაც გაუკეთა. მიდი იცეკვე. ნორმალურად იცეკვე. ნახე, დედა შენიც ცეკვავს.
ძალიან მიყვარხარ ეს როგორ ფალ. ძალიან. შენ რა სიტყვა საყვარელა? როზე. ტორტი აქეთ დავდოთ. დანარჩენ მაგიდებზე საჭმელი. როგორც შენ გინდა ესე იყოს ჩაღლა. ედავთ. სულ ამბობს ისე იყოს როგორც შენ გინდაო. მაგრამ არა უშავს. ასეთიც მიყვარს. კარგი, თუ არ გჭირდებით მე წავალ. კომპანიაში მელოდებიან, საქმე მაქვს. ტაქსი გამოვიზახებ. ეს რა? მადლობა დახმარებისთვის. რა საჭირო იყო ეს რას მოყვანა ჩაღლა? ოზან, მინდა ყველა მიცოდეს თავისი ადგილი. გასაგებია. მომისმენა, მე ასეთი რაღაცები არ მომწონს. და არ მინდა რომ განმეორდეს. მე წავედი. ღია და გაუგორე. სად ორდღამ, სად? კარგი, მეტი გააგრძელე. არა უშავს. არა უშავს. არა უშავს გააგრძელებთ, მაგრამ ასეთი უხეშობა არ შეიძლება. ეს რა უბედურებაა. რა გავაგრძელოთ, ძმაო? უნდა გააგრძელოთ, საჩზე გამათები არა? წითელი ბარათი. აბა, ახვი აქედან. ბავშვებო, ეკოს როგორ ეპასუხებით? ეკო, კარგი, ჩამოდი. არა, მეორე ტაიმი იწყება. ეკო, ჩამოდი, წავედით. მიდი. რა არის? საკუთარ თავს ყვავილები უყიდე? არა, შენ მიყიდე. მე გიყიდე როგორ? მე იქ არ ვიყავი და არაფერი მეყიდია. კარგი, წამოდი. ძალიან დავიღალე. ბაზრიდან სახლში ვიყავი და პროდუქტები დავტოვე. მე აქ მოვედი. იცოდე 50 ლირა გაქვს ჩემი ვალე. 50? არა, ბევრია, 2 საათი აქ ვარ, დავიღალე. სახლში მივდივარ, მეძინება. არ სადაც ახვალ ეკო. ხელი გადამხვიე. ხელი გადახვიო? მიდი. ზეინო, ეს თამაში არ მომწონს. მიდი ეკო. ზეინო, გეფიცები თავს უცნაურად უგრძნობ, მეც კი, ყველაფერი რომ ვიცი. გაჩვმდი ეკო. შეხედე, აბა რას ვგავართ? ეკო. რა ლამაზი ყვავილებია, რა საყვარელი ხარ. რა ვქნა, ასეთი საყვარელი ვარ. ძალიან მომწონს. კინოში იყავით? ო, მგონი. რას უყურეთ? ფილმს. კინოში ფილმებს უყურებენ. კარგი, გავიგე. მაგრამ რომელ ფილმს? საშინელებას. რომანტიკას. როგორ? იქნებ ჩამოყალიბდეთ. გადახელი გული საფრთხეში. მოკლედ ორივე ჟანრს მოიცავს. ოაზე გამოდის. რეჟისორს უნდა დაეჩვენებინა საშიში სიყვარული. მოკლედ საინტერესო იყო. ძალიან კარგი. მეც წავალ მარტო და ვნახავ. აუცილებლად წადი და ნახე, კარგი იყო არა? ხო. კარგი. წავედი ეკო. დროებით. მუსა. აქ რას აკეთებ? ყვავილები მომიტანე? ო, მაგრამ როგორც ხედავ, დავაგვიანე ზეინა. ბედნიერებას გისურვებთ. მუსა, ერთი წუთი. ეს ვინ არის? გილოცავ, მაგარი გეგმა. ჯერ არ მინახავს ასეთი გენიალური გეგმა წამებში რომ მემუშაოს. გაგვანადგურე. ჩვენი ურთიერთობა ჩაკალი ზეინო. გაჩვმდი ეკო. წავიდა. ო, წავიდა. ზურგი მაქსია და წავიდა. ჩაღლა რა ხდება? დედა საოცარი რჩევები მომეცი, მადლობა. ოზანის თვალში შენი წყალობით დავეცი. ჩინარი მართალი იყო. რაზე დამშვიდდი? არა, დედა ვერ მშვიდდები, არ შემიძლია. რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე, ოზანს დავურეკავ. ტელეფონი მომეცი, რას აკეთებ? რა უნდა უთხრა? იმას რომ ყველაფერი დამთავრდა, რა ვქნა დედა? დავინახე როგორ უყურებენ ერთმანეთს. არ შემიძლია ამასთან ბრძოლა, ვერ გაუმკლავდები. არ შემიძლია დედა, ძალა არ მაქვს.
გეყოფა, დამშვიდი, მოდი დაჯექი და დამშვიდი. დედა ვერ სუნთქავ. გული მტკივა, როცა ერთმანეთს უყურებენ. რატომ არ გესმის? ეს კაცი გიყვარს? ყველაფერზე მეტად. მაშინ არ დანებდე. გესმის ჩემი? ერთ კვირაში ამ კაცს ცოლად მეყვები და ძალიან ბედნიერები იქნებით. არ წავალ სანამ ბედნიერს არ გნახავ. მარტო არ დაგტოვებ. გესმის? ახლა დამშვიდი. არ იტირო. დედა, კარგია რომ ჩამოხვედი. მადლობა. კარგი, არ იტირო. მადლობა რომ ჩამოხვედი. სიცილი არ მინდოდა და მაინც მეცინება. ზეინო, შეხედეთ რა გეგმა დაუსახავს. ყველა სახმარება საკუთარი თავის გარდა, ყველა ისტორია სევდიანად სრულდება. ჩვენი ცხოვრება სრულიად ქაოსია, არ ვიცი რა მოხდება და შენ რას აკეთებდი? შენს კი რა ხდება? არას ვაკეთებდი? მოსაწვევი მივიღე. ნახე. აი ეს მესმის. კარგია, მაგარი ხოლოდეს დარტყმა. არა. ჩაღლამ იმ რესტორანში წამეყვანა, სადაც ქორწილს გეგმავენ. მერე ოზანი მოვიდა. ტორტი უნდა ერჩიათ. სტუმრების განლაგება გადაეწყვიტათ. აი ასე ჩაიარა დღემ. არ დავცამულვარ, მაგრამ არც ფეხზე ვდგავარ. შეეშვირა, რას აპირებ? არაფერს ძმაო, რას უნდა ვაპირებდე? რა? როგორ შეიძლება ასეთი მოდუნება? გონს მოდი. ეს რა, რომელსაც მე ვიცნობ, არ ნებდება. ასე რომ ძალა მოიკრიბე. ის ეს რა მოკვდა ძმაო, მოკლეს. გეყოფა რა. რა სიტყვებია ეს დაღო? ძალა მოიკრიბე, გონს მოდი. მიდი. მისმენე ასე არ შეიძლება, ხომ გესმის? ოზანი მოვიდა. თუ გინდა წადი მიულოცე. მისმენე, გინდა რომ მივიდე და მიულოცავ. კარგი, მევალ და ვცემ. იქნებ გონს მოვიდეს. რა სისულელია ძმაო, არ გინდა. კარგი ამბავი მაქვს. მოსაწვევები დავარიგეთ. ოჩახშვილო, ჯანმრთელობა შენს ხელებს. შეგარგოთ, მე ავალ. ნუ გამერბე ხარ არიფ. ყოფილ ცოლს ასე ვერიდან? რა ხდება? რა იყო გეწყინა? თუ რამე გაგიგვირდა? ჩინარ, რამეს არასდროს ვამბობ ჩაღლა. შეხედე როგორ ეწყინა. მე დედა შენი ვარ ჩინარ. ამას ვერას დროს შეცვლე. ნორმალურად მელაპარაკე. შენ დედა ჩემი ვერ იქნები, მაშინ როცა შენ გაწყობს ეს დედა. მაგრამ გინდა გითხრა, რას ნიშნავს დედობა? დედები საკუთარ შვილებს არ ტოვებენ. მხოლოდ მაშინ არ რეგამენ, როცა ფული სჭირდებათ. გასაგებია დედიკო. ჩინარ, გეყოფა. საკმარისად გაგიფუჭეთ განწყობა. ახლა წავალ, გამოთ. ჯერ კიდევ პოპულარული ვარ ოჯახში. ხვალ? გავიცნობ ოზანის დედას. ხო დედა, ხვალ გაიცნობ. საქორწილო კაბა უნდა ავარჩიოთ. ძალიან არისტოკრატი ქალია. შვილო, როგორ გამოვიყურები? მინდა ეს კაბა ჩავიცვა ქორწილში. წითელი ვახშამზე. ლურჯი კოქტეილის საღამოზე. ეს კი წვეულებაზე. როგორია? რა წვეულება დედა? შვილო, ავთერფართები რომ არის ქორწილების შემდეგ მაგაზე გეუბნები. არიცი? მეც კი ვიცი. და გაიხადე თეთრი კაბა. ვერ ხვდები ვინ თხოვდება, შენ თუ ჩაღლა? ხო დედა, პატარძელიც კი არ ეცვლის სამჯერ. თან ეს კაბები შენ სასაკს არ შეეფერება. ასაკი რა შუაშია? რა უნდა შვილო? თუ მომიდება 5 კაბას გამოვიცვლი. რა თქვენი საქმეა? არა შვილო, რამე უთხარი, გააუქმე.
დედა რამდენიც გინდა იმდენი გამოიცვალე. მთავარია ბედნიერი მყავდე. მიიღეთ პასუხი. თუ მომიდება 10 კაბას გამოვიცვლი, რა თქვენი საქმეა? შენი სახელი? ელიფი, ელიფ, ნუ ერევი. შენი გადასაწყვეტი არ არის რაც ჩავიცვამ. ამიტომ არ ხარ ჩემი ფავორიტი შვილი. ტვინი არ გიმუშავებს. ჩემი ბიჭიკი ჭკვიანია. ძალიან ჭკვიანია. შევნიშნე დედა, არც მინდა. არც გამოგივა. მოდი დავალაგოთ. შულო დამელოდე ფეხსაცმელებსაც გაჩვენებ და მირჩიე რომელი მომეხდება. მოიცადე, მერე დაალაგე. დედა მე უნდა წავიდე. გაგაცილებ ძმაო. ვეღარ ვითმენ ძმაო. არ მინდოდა შენ საქმეში ჩარევა. ხომ იცი პატივცემ შენს გადაწყვეტილებას. ვიცი რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ ამას ვეღარ ვუძლებ. რა საკეთებ? ცოლი მომყავს. მივხვდი როგორ უნდა გავაბედნიერო ყველა. ხომ ხედავ დედაც ბედნიერია და ჩაღლაც. შენ არა, არც ეს რა. ეს უკვე გავიარეთ. შენც დაევიწყე. ძმაო, გთხოვ არ გინდა. ისევ ის პატარა გოგო არ ვარ, გავიზარდე და ყველაფერს ხვდები. ერთხელ მაინც მომისმინე. კარგი, გისმენ. ეს რა ჯერ კიდევ გიყვარს. ხვდები და ვხედავ, რომ მასაც უყვარხარ. ელიფ. ძალიან გამოუცდელი ხარ. მისი ჯერ კიდევ გჯერა. თუმცა მეც დავუჯერა. ორჯერ. იცი რომ გაშორება არ მინდოდა, მაგრამ მან გამაგდა და დამშორდა. 2 წლის შემდეგ დაბრუნდა თავიდან შემიყვარდა. ნუ არ ვიცი. კარგი, როგორც არის. დაივიწყე ელიფ. უკვე გავიზარდე. ვისაც რა უნდა ისე თამაშოს. და მოაშორე, კვები ვჭამოთ? ახალი სამკაულები? გაჩუმდით, ნუ მაბნევთ. ფიქრობ რა როდის ვაჩუქო? ეს ხელისთხოვნაზე, ეს დანიშვნაზე არა. ეს დანიშვნაზე. და ეს ქორწილში. მგონი კარგია თუ არა? კარგი, როგორც არის. მაინც სამივე უნდა ვაჩუქო. ან ჯობს ყველაფერი დღეს ვაჩუქო. გეყოფა დაო. პატარა გოგოა, ამდენი სამკაული სად უნდა ისხას? ხო, შენც მართალი ხარ. ახლა მაინც აღიარე რომ მართალი ვარ. ხო, მოვიფიქრე, ოქროში ვაბანავებ. ოქროს ვაჩუქებ როგორც მდიდარი, მაგრამ როგორ? ხელში რომ მივცე, ვერ დაძრავს. რა ვქნა? დაო, მომისმინე დაო, მომისმინე მეთქი. გისმენ. დაო, ოზანს ელაპარაკე? შენ შვილს კითხე? რა მოსაწყენი ხარ? ძალიან მოსაწყენი ხარ. მე ელიტურ ცხოვრებას ვიწყებ. შენ კი რამდენს ლაპარაკობ? ძალიან დავიღალე. მართლა. 4 საათზე თათბირი გაქვთ დანიშნული, სადაც ამ თვის მიმოხილვა იქნება. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ოზან, გუშინდელის გამო გაბრაზებული ხარ? არა. არ ვარ. უბრალოდ მინდა რომ ასე აღარ მოიქცე ჩაღლა. კარგი, მართალი ხარ, ამეერი და ყურადღებით ვიქნები. ხო, მართლა. დღეს კაბას ვარჩევ. დედებიც იქნებიან. ო? წარმატებები. დროებით. დროებით. შერიგდით? ხო, აი ასე. ჩემი გოგო უნდა დააფასოს. დედა ქალბატონ ზუმრუდთან ასე არ ილაპარაკო. ოზანზე გიждდება. ძალიან თავაზიანი და არისტოკრატი ქალბატონია. ასე რომ ყურადღებით, კარგი? ღმერთო ჩემო, როგორ დავიწყები ვარ?
რა ოჯახიდანაა? რაში გაინტერესებს? შენ სამეფო ოჯახივით აღწერე. ვფიქრობ როგორ წამოვიდე რომ არ შეგარწყვინო. მაინტერესებს. დედა შენი ასეთია, ყველაფერი აინტერესებს შვილო. შენ შანსი არ გაუშვარებ, კარგი? კარგი. წავედი შვილო. დროებით. დროებით, მამა. დედა შეგიძლია საკონტაქტოდ სხვა ხერხის სცადო. ბატონო ოზან, კომპანიაში იქნება საქმიანი შეხვედრა, მაგრამ თუ გნებავთ რომელიმე რესტორანს დავჯავშნი. დაჯავშნათ. თათბირი რომელ საათზეა? შუა დღისით 2-ზე. ეს რა? ჩინარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ბევრი საქმე გვაქვს. მომზად ხარ? რა თქმა უნდა. შენ? მეც. წავედით. საბუთები მინდა გაჩვენო. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. მოდი აქ. კარგი. გამომართვი. დაბადების დღე არ მაქვს. რა არის ეს? შენთვის გავაკეთე. შენზე ვფიქრობდი. შენი ხელით გააკეთე? არ გასინჯა? რა თქმა უნდა, ახლა გავსინჯაო. რა გემრიელია? საოცრებაა. ასეთი რამ არასდროს მეჯამია. მართლა? ხო, მგონი დედა ჩემი ამ საქმეს უნდა შეეშვას. ეს მაფინი ისეთი გემრიელია. ბჯამ და არ მყოფნის. ისე ნიჭიერი გოგო ხარ. მაგრამ არ გინდა ხელებს მაინც ნუ დაისვრი. მგონია რომ მაინც არ გამოგივა. ასეთი ცუდია? დედა შენის ომლეტს ნამდვილად სჯობს. არა უშავს, რას ვიზამთ. ანუ, ზეინო, უფრო გემრიელს აკეთებს? სად არის? რა შვება? ზეინო სეირნობს, ხო სეირნობს. დადის. დღეების სეირნობაში გადის. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, რა? რას აკეთებ? სად დადიხართ? აი მაგალითად კინოში. კინოში ვიყავით. კონცერტებზეც. არა, ჯერ არ ყოფილვართ, მაგრამ ან თეატრში, ან ღონისძიებებზე. რა ვიცი, ელიფ, ასეთი რამეები არ შემიძლია. ზეინა ჩემი და არის, ეს რასგან არ ვანსხვავებ. უბრალოდ რაღაც გეგმა დასახა და მეც იდიოტივით ავყევი. ჩვენს შორის არაფერი არ ხდება. და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ გეეჭვიანა. მაგრამ ესეთი რაღაცები არ მეყვარს და არც გამომდის. Kıskandırmak için yapılan bir şeydi ama hiç ben de sevmem kıskandırma falan. Benlik şeyler değil. Yani. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ იმოქმედა. მე წავა. წავედი. რამეს გავაკეთებ? დროებით. ბრაო, რა თქვი? რა თქვა? რა უნდა გავიგო? რა უნდა გავარკვიო, დედა? დედა რაღაცას გეტყვი და მითხარი, რას ფიქრობ? დღეს ცივა? რა გაიგე? ეს ეკოა, ეგრემი. ეს რა ძმა? ეს კი ელიფი, ოზანის და. ვერ ხვდები როგორ არიცნობ, მაგრამ კარგი არა უშავს. მოკლედ ეგრემს ელიფი უყვარს. რა საყვარელია ნეტა იცოდე. მე ვფიქრობ, რომ არც ელიფია გულგრილი, სწორედ ამიტომ ჩავერიე. როგორც მესი შეყვარებული? არა, როგორც შეყვარებული არა. უბრალოდ ასე ვიქცევი, ვთამაშებ, რომ ელიფმა იეჭვიანოს. მაგრამ გეგმა ჩაფლავდა. შენ დაგვინახე და იეჭვიანე. ხო, აბარა, ხელი გქონდა გადახოვული. და ყვავილებიც უყიდია. არა, ყვავილები მე ვიყიდე. თამაში იყო. ვითომ ეკრემმა მაჩუკა. ელიფის საეჭვიანოთ. შენი უკვე მეშინია. გეშინოდეს ძვირფასო. კარგია. თან რატომ ეჭვიანობ? ან ყვავილები რატომ მომიტანე? თუ ვინმე ყვავილებს გიყიდის, მინდა რომ ეს მე ვიყო. ეგ მეც მინდა. მაშინ კიდევ გიყიდი, უფრო ლამაზ თაიგულს მოგიტან. რა მოხდა? მუსა,
ოზანი სერიოზულად უდგება ქორწილს. ო, არავის არ უსმენს. მაჩუმებს უნდა რომ მისი მოწმე ვიყო. უკაცრავად, იმ საშინელ დღეს მის გვერდით მოწმედ უნდა დადგე? რა გავაკეთე ის ჩემი საუკეთესო მეგობარია ზეინა. არ ვიცი, შინაგანი ხმა მეუბნება რომ ეს ქორწილი არ შედგება. ესეც ასე, ახლა პროგრამაში შევინახავ ყველაფერს და მზად არის. კარგი მშვენიერია. ჩინარ, კარგად ხარ? სიმართლე გითხრა, დედას დაბრუნება მაწუხებს. დედასთან პრობლემები გაქვს? ბოდიში რომ გეკითხები, თუ ძალიან პირადული არ არის, მოგისმენ. მე და დედას ურთიერთობა საერთოდ არ გვაქვს. მოკლედ სიტუაციას აგიხსნე. 6 წელს ვიყავი დედა 2 წელს წასული იყო სახლიდან. ვფიქრობდი იქნებ ჩემი ბრალია მეთქი. იქნებ დედა იმიტომ წავიდა სახლიდან რომ ცელკოვდი და არ ვუჯერებდი მეთქი. მე პატარა ვიყავი. მოკლედ ერთხელ დამბერდა რომ ჩამოვიდო და წაგვიყვანდა. რადგან ერთად უნდა ყოფილიყავით. ამიტომ ძალიან მღელავდი. ხოდა წავედი, ლამაზეტანის ამოსი ჩავეცი და კართან დავჯიქი. ველოდებოდი. უпроსორად ლოდენი დავიწყე. არ მოვიდა? არ მოსულა. საღამოს უკვე მიხვდი რომ აღარ მოვიდა და ღამემდე იქ ვიჯექი. არა უშავს. ასე სჯობდა. თუ ადამიანი ერთხელ გექცევა ასე მეორედ გულს ვეღარ გადგენს. ამას მაინც მიმოხვედრა. ხო, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ადამიანი გახდი. ო, აღიაროთ რომ ასეა. ძალიან მაგარი ვარ. ჩინარ, ასე დროსაც მაიმუნობ. ხო, მართლა რაღაცა უნდა გიკითხო. თემას შევცვლე. ქორწილში მთელი კომპანია დაბადიჟეს. შენც მიიღე მოსაწვევი. არა, არ მოვალ. ჩემთან ერთად წამოდი. თუ არ მოხვალ, გაიასთან ერთად მომიწევს ცეკვა. ჩინარ, ამ ქორწილში ჩემი ადგილი არ არის. კარგი. არ დაგაძალებ როგორ შენ გინდა. კარგი, ახლა ამას გავგზავნი და მორჩა. ინებეთ, ქალბატონო. შვილო, ჩემო ძვირფასო, რატომ შეწუხდით? დილით დავლე ჩემი ტკბილი წყალი და ისე მოვედი. ტკბილი წყალი? დიახ. დიდგვაროვნები ტრადიციებს დღემდე მკაცრად იცავენ. დილით ტკბილ წყალს ვსვამთ ხოლმე. მერე მსუბუქად ვსაუზმობთ. ხიზი ლალა ან თხილი? უბრალოდ ფისტა. ყველაფერი რაც ძვირადღირებულია, სუფრაზე გვიდევს და ამას ჭამთ. საინტერესოა. ხო, საინტერესოა. როგორია? ულამაზესი ხარ. ფერიას გავხარ საყვარელო. მშვენიერია. საოცარია. დიდებულია. მინდა ჩემი აზრიც გაგიზიაროთ, თუ ნებას მომცემთ. არ ვიცი, მინდა ჩემი რძალი ყველა საბრმავებდეს. წელზე მოჭერილი და მერე გაშვებული. ჭყვიალა ძვირფასი ქვებით. ჭყვიალა? სოფლელების ქორწილი რომ იყოს, ოკეი, მაგრამ ქალიშვილი ასეთ კაბას არ ჩაიცვამს. დედა. ჭყვიალა. რეიხან, ჩემო ლამაზოდაო, შენი აზრი შენთვის დაიტოვე.
90-იანები რომ იყოს კიდევ კარგი, მაგრამ ჩემი მწვანე თვალებარძალი ასეთ კაბას არ შეიცვამს. თქვენ სიტყვებზე დაყრდნობით, ისევ მინდა ჩემი იდეა გაგიზიაროთ. შლეიფი. შლეიფი? ო, მინდა ძალიან გრძელი იყოს. 4 მეტრი მაინც. ქვებით და ბრჭყვიალებით მორთული. შლეიფი გაგვაკლდა. სისულელია ჩემი აზრით, სადაც მის სამაგრით საკმარისი იქნება. დედიკა. არ გამოვა რეიხან. ჩემო ძვირფასო, რაღა დროს შლეიფია. პატარა სადაყვავილებით საკმარისი იქნება. მართალს ბრძანებთ. ამ პატარა გორგვენი ძალიან მოხდება. და ვეგ შენი იდეებია. უგემოვნო, შეხმას არ იღებ და გეხმარები. ჩაღლა, იცი რა ვიფიქრე? შენც პატარა ყვავილი ჩაიმაგრეთ მებში და ოზანსაც გავუკეთოთ ხალსტუხზე, კარგი იქნება. არა, დედა, ოზანის სტილი არ არის. ო, ვეთანხმები. ჩემ შულს ასეთი რაღაცები არ უყვარს. უბრალოდ სადა ადამიანია. ოზანს ის არ უყვარს, ეს არ უყვარს. არაფერი უყვარს. ძალიან ჯიუტი ვინმეა ეს ოზანი. რა თქვი? ოზანი ჯიუტია. რეიხან. რეიხან ზუმრუტი მზადაა. ზუმრუტი გამოვიდა. ზუმრუტი იწყებს. გეყოფა. ლაპარაკობ და ჩუმად ვარ. ჩემი შვილი წითელი ზღვარია. ქალბატონო ზუმრუტ, ვინ არის ჩემ შვილს რომ ლანძღავს? უტაქტო. მე ზუმრუტ კორპალი ვარ. ჩემ შვილზე თუ რამეს იტყვიან, ენას ამოაგლეჯ. და უკიდევ კარგად შეიკავე თავი, მეგონე შლეიბზე გამოაშკარავებდი თავს. ჩემი პატარები უნდა გავიკეთო. ყველა ნახავს ზუმრუტ კორპალეს. ზუმრუტ. რა ხდება? შენ სახალ მძაღლებს ეჩხუბე? არა, რა სისულელია. რა ვეჩხუბე? არაფერი გამიკეთებია, არაფერი. მაშინ კარგი, კარგია. ვეჩხუბე მენექშე. ვეჩხუბე. ნეტავ გენახა როგორ დავეტაკეთ ერთმანეთს. ისეთი კარგი იყო. ჯერის მირტყამდა მერე მე. გავიგე. კარგი, წამოდი სახში წავიდეთ დაო. უნდა ვაეჭვიანო. ქალბატონი ზუმრუტი დედას დაესხა თავს. ასეთი რამ არასდროს მინახავს. შოკში ჩავარდი. არ ვიცი როგორ მოვიქცე. როგორც ხვდები? ყველაფერი აირია. ჯანსო, მოგვიანებით დაგირეკავ. საქმე მაქვს, უნდა წავიდე. დროებით. გამარჯობა. გამარჯობა. ეს რა, გუშინ რესტორანში არ უნდა წამოყვანე. შეცდომა დაუშვი. მაგრამ მკითხე, როცა თქვი არ მაინტერესებსო, ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა. არ ვიცი. მინდა ჩვენ შორის დაძაბულობა არ იყოს. გულწრფელად ვისაუბროთ. ჩვენი ადგილი ვიცოდეთ. ხომ გესმის? დიახ, მესმის. მართალი ხართ. გულწრფელები აუცილებლად უნდა ვიყოთ. მეც მინდა მართალი ადამიანი ვიყო. და იმ სახლის ისტორია მოგიყვე, სადაც ქორწილის მერე გადადიხართ საცხოვრებლად. არას გულისხმობ რა ისტორია? ოზანს თოვლის ბურთი ვაჩუქე. ალბათ იცი, რადგან ჯერ კიდევ ინახავს. სწორედ ასეთ სახლზე ვოცნებობდით. დიდი ფანჯრებით, დიდი ბაღით. ბაღის ავეჯი. სადა დიზაინი. მან ასეთი სახლი იყიდა. რადგან ფიქრობდა, რომ მოდესმე ერთად ვიცხოვრებდით.